თუ ეხლა ამ ვიდეოს უყურებ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კადრებიც აუცილებლად გინახავს. სასტიკი მკვლელობა აღაიანში 16 წლის გოგომ 7 თვის შვილი მოკლა. ეკრანიდან საქართველოს საკმაოდ საშიში ადგილი ჩანს. თუ ხშირად უყურებ ნიუსებს, იფიქრებ, რომ ყველას ყველა ეზიზღება. თუ Facebook-ის ან TikTok-ის კომენტარებს გადახედავ, შეიძლება იფიქრე, რომ ყველა გაბოროტებულია. და ამ ყველაფრის ყურებისას შესაძლოა გაგიშდეს აზრი, რომ საერთოდ არც კი ღირს გარეთ გასული. მაგრამ შემდეგ 24 საათში მე შევესწრები დაგიმტკიცოთ, რომ საქართველოში რეალობა ცოტა განსხვავებულია. ასე რომ მე გადავწყვეტ ჩამეტარებინა ექსპერიმენტი. შევძლებდი თუ არა 24 საათში საქართველოს ყველა რეგიონში მოგზაურობას მხოლოდ ავტოსტოპით, საჭმლის და დასარჩენის გარეშე. ეს კი ნიშნავს, რომ ნებისმიერი საჭმელი, ტრანსპორტი თუ ღამის გასათევი უნდა შემოეთავაზებინა სრულიად უცხო ადამიანს. ეს ვიდეო იქნება სირბილზე ამ და წამოვირბინოთ. დიდი რა? დიდი, ხო, ვიდეო. იგის მოგეკითხავ აუცილებლად. არ გამომივიდა. გამიჩერა ხაშურმა გამიჩერა. იგარი ხარ. აჰა. გამიჩერე. შენ ჯერ არა. შენ საღამოს ყველაფერი გაგაჩავლის მერე. მერე ეს ვიდეო შეგიძლიათ გეოგრაფიის გაკვეთილებზე ჩართოთ და ბავშვებს ანახოთ. აი, საქართველოს გეოგრაფიული რუკა. ხო, საქართველო დაყოფილია 12 გეოგრაფიულ რეგიონად, საიდანაც ერთ-ერთი ანუ აფხაზეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ხოლო სამაჩაბლო, რომელიც ასევე ოკუპირებულია, შიდა ქართლის შემადგენლობაშია. და ხო, თუ ვინმე სხვა ისტორიის შემოსაღება გადაწყვეტა თქვენთვის, გახსოვდეთ, რომ რუსეთი ოკუპანტი და მტერია და ჩვენთვის კარგი არასდროს ნდობებია. მე კი ამ მომენტში კახეთში, კერძოდ კი საგარეჯოსთან ვიმყოფები და გეზი მაქვს რუსთავისკენ, რომ ქვემო ქართლიც გავამწვანა. სამი დამკოლების გარდა, რომ არ მაქვს ტრანსპორტი, ფული და ღამის გასათევი, მაქვს ასევე ერთი ბუსტი, ანუ ერთი დახმარება, რომლის გამოყენება შემეძლია თუ სადმე გავიჭედები. Deep smile ეს არის მნიშვნელოვანი, გამოვა. მოკლედ თავარი ამბავია, რომ მე უნდა მოვასწრო 24 საათში ეს ყველაფერი, რადგან ეხა არის 12 წუთი, ხვალ 12 წუთამდე მაქვს დრო რომ ყველაფერი გავაკეთებ. ხო, მიდი, გამიყოლე. ოპა, გამიჩერა. გამარჯობა. საით მიდიხარ? გამოყვებით. კამერას ავიღებ იქიდან და მოვალე. ორხევი სადა არ ვიცი, არ აუშავს. თქვენი სახელი? სანდრო. მე აჩი ვარ. ჩემი ძმაკაცი უპროფიტ მამირანი. მოგზაურო? კი, დღეს მაქვს ჩელენჯი, რომ დღეს უნდა ჩავიდე საქართველოს ყველა რეგიონში ეს ავტოსტოპით. თუ ვერ მოვასწრებ, მაგასაც ვახავ რა. უნდა მოვასწრო. მადლობა. ორივეს. მშვიდობიანი გზა. ეხლა მე უნდა გადავიდე იქ ხარ ეს რუსთავისკენ გავყვე, რომ უცებ ჩავირბინო. საერთოდ მაგმართულად გავაწასულიყავი, მაგრამ ქვემო ქართლი რომ მოვიცვა, რუსთავისკენ უნდა შევიდე რა. სანამ გზას გავაძლევ, დროა რომ კახეთი გადავხასეს. ცდელობა ნომერი 2. პირველი ძალიან მალე იყო. აქ მგონია რომ მაგრა გამიჭირდება. 2 seconds later. გა. ოპა, ერთი სამი. გამარჯობა. რუსთავში მიდიხარ ესე იგი. აჩი. მოდარ. კახეთთან საიდან მოდიხარ? საგარეჯოდან. ბოლო ჩანკული ხარდა. სადაც წამიყვანე, არ ვიცი. შენ გამიჩერე ზუსტად ალბათ 1 წუთში. მადლობა. წარმატებული. იგარი ხარ. ეს ხალხო მოიცა განახო. სიბილი. რუსთავი. ანუ რა გამოდის? ქვემო ქართლის გადაჭექილია, ეხლა ვეც წავშალოთ და ყველას უდისაი რომ ეხლა უკანა დავბუნდე, სადაც ვიდექი, იქ უნდა ჩავირბინო ისევ. წავედით, გავიქეცით. რუსთავიდან მალე უნდა გავახციო. ძალიან დაწყა უკვე და ეხლა არ მოდის არაფერი ჩემჯინაზე ამ რუსთავში და 2 seconds later. შენა რა გიზა, ეჩეო. სალმიდი ხარ? შედისკენ. გამოყვი. მოის კამერას დავიღებ. რა მაგრა გამივარ. ანუ შენ ცხეთაში ვიდიხარ, შემოვლით გზით? ხო. თბილისში არ შედიხარ ესე იგი. რა, თუგინა? არა. ჩელენჯია ძმაო, არ გამივესწრო მაგრამ. ხელი გამოტეხილი ქონდა რა არის გაკეთე?
რეაბილიტაციის მერე ვიყავი, მოკლედ იგოროყვას კლინიკაში რა, რავატოლოგიურში და იმათმა მომწეს რეკომენდაცია რომ შეგიძლია რომ გამოიყენო შევალებრივად და ვიყენები რა. ვისაც ჩემი წინა ვიდეო გაქვთ ნანახი, გემახსოვრებათ რომ ბანგლადეში ხელმოტეხილო ვიმოგზაურე. ამიტომ სანამ ახალ მოგზაურობას დავგეგმავდი, იგოროყვას კლინიკაში მივედი ვიზიტზე. პროფესორ ნუკრი ელიზბარაშვილთან. რათა დავწუნებულიყავი რომ შეხორცების პროცესმა კარგად ჩაიარა და რეაბილიტაციის პროცესიც კარგად მიდიოდა. და რადგან ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, მეც საქმე პროფესიონალებს მივანდებ და დავწმუნდი რომ შემდეგ მოგზაურობებში ჩემი მარჯვენა ხელი ისევ ჩემი მარჯვენა ხელი იქნებოდა. მაგრამ მოგზაურობა შემიძლია. მოგზაურობა შეიძლება. და აი ესე აღმოჩნდი თბილისის შესასვლელთან, რომ თბილისის გამომწვანებია და სულ რამდენიმე წამში ეს ხმას გავიგონე. ჯიგარი ხარ. გამარჯობა. თბილისში მიდიხარ ხო ალბათ? და სანამ ჩემი მეოთხე მანქანის ძღოლთან ერთად ტაქსი 4-ში მეგონა თავი, დიღომში გუდვილთანაც ამოვყავი თავი და დრო იყო რომ ჩემი ბუსტი გავამეყენები და რათა თბილისიდან გამეხწია. მოკლედ მესამე რეგიონიც გავამწვანეთ და რადგან თბილისიდან ვერ გავსტოპავ, ვიცი შეუძლებელია ძალიან რთულია ბევრ დროს დავხარჯე და უკვე 2-ის ნახევარია. ამიტომ გავაწყვიტე რომ გამოვიყენო აპლიკაცია ჰოპლა. ჰოპლა პლატფორმაა, რომელიც კარგ მძღოლებს, კარგ მგზავრებს აკავშირებს. ჩათვალეთ ესაა ჯგუფი Let's Go-ს გამართული ონლაინ ვარიანტი, სადაც წერთ თუ სად მიდიხართ, როდის და ასე შემდგომ და ელოდებით იმ ბედნიერს, რომელიც დაგემგზავრებათ. ან პირიქით, შენ წერ რომ სადმე წასვლა გინდა და მძღოლი თავად გნახულობს. და ოკრიბის ავტობუსის ჩიქჩიქის ნაცვლად შესაძლოა ჩემსავით ესეთ მანქანაში ამოყოთ თავი. ახლა რა მანქანა დავარტყი ხალხო? ვა, გავარჯობა აცი. მოდიში როცა დავაგვიანე. ჯიგრები ხარ, თორე აქედან ვერასდროს ვერ გავიდოდი მე მგონი თბილისიდან. მოკლედ ხალხო მცხეთა გამოვიარეთ, ამიტომ მცხეთა ჩეკ და რადგან აღარ მაქვს ჩემი რუკა, იმიტომ დავკარგე, აქ დიჯიტალ რუკა გამოვა და აქ დაიჩეკება, ესე გადავწყვიტე. მოდით ცოტა ხნით დავუბრუნდეთ გეოგრაფიის გაკვეთილს. ამ ეტაპზე გავლილი მქონდა 3 რეგიონი: კახეთი, ქვემო ქართლი და თბილისი. ბიჭებთან ერთად ხაშურისკენ მივალ გზაზე კი გავიარე კიდევ 2: მცხეთა მთიანეთი და შიდა ქართლი. ასე რომ დღის ბოლომდე გასავალი რჩებოდა კიდევ 7 რეგიონი. და რადგან უკვე 3-ის ნახევარი იყო, ამოცანა ვეკითხება თუ რამდენად მშიერი იყო ამ დროს აჭი. ანუ არც დასარჩენი მაქვს და არც საჭმელი რა, ფული არ მაქვს, მოკლედ ეგრევა გადაწყვეტილი რა. და დაგეხმაროს მე მაგამ ბავში რა ეგრევა. დაგეხმარებით. მადლობა ძალიან დიდი რომ დაპატიჟეთ, ჩიგდები ხარ რა. არგი ჭამის შემდგომ კი სიმღერის ხასიათზეც მოვედით. აი ხალხი ხართ? მადლობა და ჰოპლა კიდე გამოვიყენებ აუცილებლად რა, სადღაც შეხვდები. იმაზე ბევრად რთულია ვიდრე ველოდი ხალხო. 4 საათია, ეხლა ვარ ხაშურში, უნდა ჩავასწრო ბორჯომში, რომ სამცხე-ჯავახეთში გადავიდე და მე უკვე უნდა დავუბრუნდე და როდის გადავალ დასავლეთ საქართველოში არ ვიცი ვარ რა გიქხას, მაგრამ სულ რო გათელება მომიწიოს მაინც და გავაკეთო. ამიტომ დარჩით ჩემთან, იმიტომ რომ ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა ამოყალიბდეს და თქვენი мотиваცია ძალიან მნიშვნელოვანია რა. აქ კი ეს მანქანა კარგად დაიმახსოვრეთ, რადგან რამდენიმე წამში ჩემს გამო უკან მოტრიალდებიან. აუ გაიჩერებიათ ეხლა. ჩემ გამო მოტრიალდნენ უეჭველი გეული აქვს დამისიგნარ, ესე მეგონი აქ მოვლენ რა. იმენა ეგ მომენტია. მე დამიძახეს. გამარჯობა. გავოკვებით. ჩემ დაგერახე, ჩემ გადატრიალდი, ხო მეგონი? ჯიგრები ხარ. მე ეხლა უნდა გიყო ერთი რაღაცა რა. ანუ ეს ახალ დაბა სამცხე-ჯავახეთს ეკუთვნის თუ всё, მაშინ მაქამდე მოვდივარ რა. 12-მდე მომასწრო, კი თავარია გამიჩერონ რა. აი თქვენს დავით ეხლა თქვენ რო უკან მობრუნდით, ეგრევე მობრუნდა ვინმე ძალიან გამიმართლებს კიდე. როგორც ჩანს ბიჭებს ჩემი საქართველოს გარშემო ცხენით მოგზაურობის ვიდეო ნახი ჰქონდათ და სწორედ ამიტომ მობრუნდნენ უკან. ხოლო თუ შენ ეგ ვიდეო ნახი არ გაქვს, მე მგონი იცი რაც უნდა გააკეთო ამ ეპიზოდის დასრულების შემდგომ. გორში რო გამოიარე, მაშინ ყავი საალთბაზე მე და მეთქი და აქეთ გამოიაროს მე. всё, ოფიციალურად სამცხე-ჯავახეთში ვარ. კი, ხო? ჯიგრები ხართ? ჩელენჯის ეს ნაწილი გამოიწერეთ ხალხი. აი, ჯიგარი ხარ. პირველად არის ვის ვიდეოში ეგ რაღაც ახსნა ჩემსაში. აი, სად დამერხა? არაფერი არ მოდის. 5-15 წუთია უკვე. 8-ზე გამდება. და ჯერ ისევ აღმოსავლეთ საქართველოში ვარ, სამხრეთ აღმოსავლეთში უფრო მეტადაც. მაგრამ ყოველ ჯერზე როცა ამას ვამბობდი რომ არაფერი გამიჩერებდა, გულის სიღრმეში ვიცოდი რომ მანქანა ძალიან მალე გამოჩნდებოდა. რადგან საქართველო იმ ევროპული ოჯახის წევრია, სადაც ადამიანებს უყვართ ერთმანეთის დახმარება და სადაც გარეთ არასდროს დარჩება. სამცხე-ჯავახეთო, ჩემო ქუდო, ხაშურ. ხაშურ.
გული მიგზნობს აქ დიდი ხანი ვიდგები ამ მომენტში მეგონა რომ ტაქსმა გამიჩერა და ფულს მომთხოვდა, რადგან ასეთი რაღაც ადრეც მომცვლია ავტოსტოპზე. თუმცა საბედნიეროდ ესე არ აღმოჩნდა და მალე გზა ერთად გავაგზავნეთ. Uncle Achi. ჩაგიწევთ იგი. ეს ავტოსტოპით მოგზაურობას მაგარი მუღამია. დღეს უკვე ერთ მეათე კაცი ხარ, უსაც დავასათროებები დავიხვალზე ხარ. აი ხალხო, ვინც არის როგორი წერება ჩემი YouTube-ი. ისე ჩაწერთ. პირველივე აბა მაგდო. აჩა. ხაშური მაგ დასტილი ყველაზე სულ ავტოსტოპის არავს არ მიჩერებენ ხოლმე და ძალიან ვიჭედები დროში 5 საათია და ჯერ ისევ აღმოსვლა საქართველოში ვარ. ეხლა მჭირდება ერთი კეთილი ადამიანი, რომელიც უბრალოდ ხაშურიდან წამიყვანს. 2 seconds later. გამიჩერა ხაშურმა, გამიჩერა. თუ ჯეროთ. გამარჯობა. საით ვიდიხარ? წავეთ. ყველაზე სწორი პასუხი იყო. აჩი. ბექა. სასასემონო. ჩემთვისაც. ბექასთან ერთად საკმაოდ დიდ ხანს ვიმგზავრე, რადგან სამტრედიანები ვყვებოდი და მის სახით კარგი მეგობარით შევიძინე. აგერ DJ ყოფილა ეს კაცი. თან ჩემი მეზობელი ყოფილა წერეთელს აგერ. ავტოსტოპის მუღამი ეგა არა ესე რენდომად ნახულობ აგერ მეზობლებს. გზაში კი ბექას ცოლმა დაურეკა, რომელიც ჩემი და გიგის გამომწერი აღმოჩნდა. საინტერესოა რომ აქაც ქოლია და ქოლზე ეხა აგერ თურბილა აგერ ავკანედებელი სწორი და ეხა გიგიზე ლაპარაკობენ აქაც. კაცია, უყურეთ ხალხო. აჰა, ჯიგარი ხარ. გამოიწერეთ. დამშტოებამდე ბექამ სენდვიჩის მაჩუქა, რომელიც ვიდეოს ბოლოს ძალიან გამომადგება და იმერეთში ჩამოვედი. სამტრედიაში ვარ ხალხო, გამდება. ეხლა არის 7:09-ია. ეს კაცი კი ბათუმში ვიდეო, მაგრამ არ გავყევი, იმიტომ რომ სამეგრელოში მივიდე ჯერ. წავალ ხა სამეგრელოში და ვნახოთ თუ მოვასწარი დღეს. თუ დღეს ვერ მოვასწარი, აჭარაში ჩასვლა, იმიტომ ჩამოვედი აქ. შევძლებ რომ ხვალ 12 საათამდე მაინც ჩავიდე, ეგრე მგონია და ყველა კუთხეს ავითვისო. კიდე ერთხელ მკითხება რომ დაუჯერო ყოველთვის დედას, იმიტომ რომ მითხრა საწვიმარი ჩადეო და არ ჩავდე და მე მგონი წვიმდება. ანუ აპირებს რომ გაწვიმდეს, ქართულად რო ვთქვათ. ამიტომ დაუჯერე დედას, ჩემი რჩევა არის ყოველთვის. სამტრედიაში კიდევ ერთხელ მისცეს ბავშვებმა, რაც ჩემთვის საქართველოში მოგზაურობის ყველაზე საყვარელი ნაწილია. იცანი? იგო. ეზოდა რომ ვიცეს საყვარლები არის. გარ. ხო, აბა? ძმები ხარ? აბა? ხუპები ხარ? რატო არ გახვდ ვერ თვალს? ვითხარი რა უნდა ხარ ახსენ? უნდა გამოვიწერო. ჯიგარი ხარ. და სანამ მე ბავშვებთან ერთად მაემუნობდი, ახალმა მანქანამაც გამიჩერა. აი ზუსტად 2 წამში გავიჩერეს დღეს მისაი. გამიმართლა დღეს მაგრამ მიმართლეს რა დღეს მოვდივარ კახეთიდან. ასე გაჩერება გაჩეხარ მე-9 ვინც გამიჩერა დაახლოებით. სამწუხაროდ გზაში მანქანა გავგიფუჭდა, რომელიც მალევე შევაკეთეთ და მეც ჩემს რიგით მე-10 მანქანაში გადავჭექი. კი, ფოთი. პირ არ დავდგარ ვარ თქო. What? კი, რაჩი? იმენ ერთი წამი იყო რაც ვიდექი რომ გამიჩერე რა, პირველივე მანქანა იყავით ეხლა მის გამიჩერე. შენახში. გაგიარეთ. ო, არ გამიჩერე. ვინარეთ. ჯიგრები ხართ მაინც რომ გამიჩერეთ, ეგ არის. გზაში კი კიდევ ერთ ჩემ გამომწერთან შედგა სატელეფონო კომუნიკაცია. გიგის მოგეკითხავ აუცილებლად. სანამ კუბოში ჩავაწვე კიდე ერთხელ უეჭველი გინახავ, მოგეკითხა. აი, ჯიგარი ხარ, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა რა. სასიამოვნო იყო. თქვენთან ერთად გზავრობა. ამ კარგ ხალხსაც დავემშვიდობე და ფოთში ვარ, მოკლედ სამეგრელოს გავამწვანეთ, თან კარგად გავამწვანეთ სამეგრელო. თელი სენატი ფოთი გამოვიარეთ. ოჯახზე გადავიდეთ უსაფრთხოდ ბანგლადეშ. ბოდიშ. ბანგლადეშურები გამომყვა იქიდან. მარტო ხელა სენდვიჩი მაქვს შემოტავებული, მაგრამ შია, მაგრამ ჯერ არ შევჭამ, იმიტომ რომ მე ღამე რა ვქნე, ხაო შევჭამ. ანუ ეს იყო ჩემი 12 მანქანა, არ ვიცი შეიძლება ამერია დათვლა, მაგრამ დაახლოებით 12 მანქანა იყო, რომელსაც აი ყველა ავტოსტოპზე ალბათ ჯამში ვიდექი 40 წუთი. ჯამში ყველაზე 12-ვეზე ალბათ 40 წუთი ვიდექი დაახლოებით. ანუ 64-ია ვაგვიმართულებით საქართველოს. გამარჯობა გერასვალი, გამარჯობა. სანამ ჯერ კიდე დღეა ჩავწერ მოკლე სტატისტიკას, რამდენი რამ გამოვიარეთ, თან ხელს ავწერთ, ხელ გამიჩერე, რავი. ბათუმ გამოვიარეთ მთელი აღმოსავლეთ საქართველოს, კახეთი, მერე ქვემო ქართლი, მერე იყო თბილისი, მერე ცხენთიანეთი, მერე შიდა ქართლი, მერე გადავედით სამცხე-ჯავახეთში, გადავედით იმერეთში, იმერეთიდან ეხლა ვართ სამეგრელოში. სამწუხაროდ ვერ გავიარეთ დღეს, ვერ მოვასწარით რაჭალე ჩხუბში და ეხლა ვცდილობ რომ ჩავიდე გურიაში და მერე აჭარაში. და ჩემი აზრით, ჩემი ერთ-ერთი იმედი არის
აი ესეთი ტრაილერები, სხვა რა ვერ გამიჩერებს ჩემი ეს დღეს უნდა წავიდე. არ ვიცი რომელს დავაბრალოთ ჩემს მაგიურ სკილებს თუ იმას რომ უკვე 10 წელზე მეტი ავტოსტოპით მოგზაურობ როგორც საქართველოს ასევე მსოფლიოს გარშემო, მაგრამ ამ პროგნოზიდან რამდენიმე წამში ტრაილერმა გამიჩერა. გამიჩერა, ჩემი გამიჩერა. თუ მჯეროდეს. ანუ რა მაგარი ხვალზე ვარ. ათუმი. აუ ურა მაგარი. ძალიან იღმიანი ვარ ხალხო. აუ ძალიან დიდი მადლობა. ხარ გორო მოგზაური. კი, მოგზაური ვარ. შენ ხარ მე-13 თუ მე-12, არ ვიცი ვის გამიჩერა რა დაახლოებით. აა გამიწორი. ანკარავში? არ ვინც დამიტოვებს მერე იმასთან, რა ნახოთ ბათუმში რა იქნება რა. ბუბამ კი ტრაილერის საწოლში ძილი შემომთავაზა, რაზეც უარი ნამდვილად არ მithქვია. ტრაილერის საწოლში ძილი არის ხალხო ყველაზე მაგარი გამოცდილება. თუ არ გამოგიწია თო იცი. აქ არის საწოლი. აქ გზა, აქ მე. იმენა საოცარი გამოცდილება. რამდენი ბევრჯერ მიგზავრე ტრაილერით, მაგრამ ეს სხვაში აქ არ დამიზიდი არასდროს და ძალიან მაგარია. მე და ბუბამ ბევრი ვიმგზავრეთ ერთად, გავიარეთ გურია და აჭარაში ჩავედით. მოშიებულზე კი მარტივად ბევრი ფიქრის გარეშე ტრაილერის ეგრეთ წოდებულ კაპოტზევე გავშალეთ სუფრა და განვითარვით. მოგზაურობის მთავარი ხიბლიც ხომ ეს არის, რომ გაიცნოთ სხვა ადამიანები და მარტივად კონტექსტების გარეშე იყო ბედნიერი. პატარა აჩი, რომელსაც ახლა ამ ფოტოზე ხედავ, 16 წლის იყო, როცა პირველად წავიდა ავტოსტოპით სამოგზაუროდ ქუთაისიდან ბათუმში. მას მერე ბევრი წელი გავიდა და ბევრი მანქანას გამოვიცვალე. კატაფალკის მანქანითაც კი მიმგზავრე ავტოსტოპზე ჯერ კიდევ მაშინ TikTok-ის საერთოდ რომ არც არსებობდა. თორე რა ნახვებს დავდებდი ხო წარმოგიდგენიათ. ხო და რის თქმა მინდა ამ ყველაფრით. ხშირად როცა სოციალურ მედიაში კომენტარებს ვკითხულობთ, შესაძლოა გაგვიჩნდეს გასტა რომ ის ადგილას ვცხოვრობთ, რომელსაც არაფერი ეშველება. მაგრამ მე როცა გარეთ გადიხარ, ქალაქ ცოტა გასცდები, ხვდები რომ ადამიანების უმეტესობას სურვილი აქვს რომ დაგეხმაროს და მიგიღონ ისეთი როგორიც ხარ. თუ დაფიქრდებით, ალბათ ყველას გიგზნიათ ეს კონტრასტი დღევანდელ საქართველოში. ხო და იქნება ეს კომენტარები უბრალოდ ერთი დიდი ქარხანაა, რომელიც ცდილობს, რომ არასწორი წარმოდგენა შევიქმნას გარემოზე, რომელშიც ცხოვრობთ. და იმ პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც ბევრ ჩვენ მოქალაქის ასმენელებენ იმ სატელევიზიო არხებიდან, რომლებიც ყველამ კარგად ვიცით. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მეც აუტანი ვარ ნიჰილის მიმდინარე მოვლენების ფონზე, მგონია, რომ ამის არც მიზეზი და არც უფლება არ აქვს. რადგან თუ ისტორიას გადავხედავთ, ამაზე რთული დღეების გაგვივლია, მაგრამ არასდროს დავიკარგავს ერთმანეთის იმედი. 29-ზე ნაკლებში მე შევძელი და გავიარე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი. გავიცანი ძალიან ბევრი კეთილი და კარგი ადამიანი და ვიგზენი ნული ჰეითი ამ სრულიად შემთხვევითობაზე აწყობილ მოგზაურობაში. და მჯერა, რომ ერთ დღეს აფხაზეთში და სამაჩავლოში შევძლებ ჩასვლას, სუსტად აი ამ ხერხით, ავტოსტოპით. მე კიდე აქე და კიდე ერთხელ გირჩევთ, რომ გამოდით ხანდახან სოციალური მედიიდან, გადით, ნახეთ სხვა ადამიანები და მიხვდებით, რომ ისინი ძალიან კარგები არიან. სამწუხაროდ ძალიან ცუდი ამედია წვიმს და რაჭალე ჩხუმ ქვემოსვანეთ დიდი ბოდიში ჩემგან რომ ვერ ვასწრებ თქვენ ჩამოსვლას, მაგრამ თუ ეს ვიდეო ასეთ ასახვაზე გპირდებით, რომ თქვენზე ცალკე ვიდეოს გადავიღებ. თუ მოგეწონა ვიდეო, აუცილებლად დალაიქე და გამოიწერე გვერდი, რადგან წინ ძალიან გიჟი მოგზაურობებია ისეთი ადგილებიდან, საიდანაც ბევრს კონტენტი ჯერ არ დაუდია, ასე რომ დარჩი ჩემთან. აბაჰე.